დედა შენი მოვიდა. დედიკო, კეთილი იყო შენი მოსვლა. გმადლობ შვილო. მე დავკიდებ. გმადლობ. სანამ არ იყავი, ისკანდერი მოვიდა. რა თქვა? რა უნდოდა? ვითომ სამძიმრისთვის, მაგრამ მიგვანიშნა, რომ ეს ფიქრეთმა გააკეთა. რადგან აიშეს გათხოვებას ვერ შეეგუა. აიშე. ფიქრეთს მართლა ასე ძალიან უყვარხარ, რომ შეუძლია მსგავსი რამ გააკეთოს. ფიქრეთს ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ რატომ ითამაშებდა? შეეძლო თავიდანვე ეთქვა, რომ წინააღმდეგია. მართალი ხარ. შეეძლო ეთქვა. მაგრამ მითათმა ხომ გითხრა, ცოლად მაინც მოგიყვანდა, თუნდაც ფიქრეთი წინააღმდეგი ყოფილიყო. მითხრა და გააკეთებდა კიდეც. მითაცას ძალიან ვუყვარდი. ფიქრეთზე ვლაპარაკობთ, დედა. ანუ ჩემს ქმარზე. რომელ ქმარზე? დედა ნარგიზ. შენი აზრით ეს ფიქრეთის გაკეთებულია? არაფერი მithქვამს. წუხარე ვარ. აღარ მინდა უფრო დავიტანჯო. ფიქრეთს დაველაპარაკები. ისი ამბობ თითქოს ყველაფერს გიყვება. კარგი. დედა ნარგიზ. შენი ტკივილი ჩემი ტკივილია. ამას თუ იმიტომ აკეთებ, რომ შენი შვილები არ დაზარალდნენ? შვილები მეც მყავს. წინ გრძელი ცხოვრება გველის. დიდი ალბათობით მარტოხელა და უბედური ვიქნები. ამიტომ ნურაფერს დამიმალავ, კარგი? აიშე, შვილო. მე მეკითხები, მაგრამ ნუ გავიწყდება, რომ დამლას დედა ვარ. რაც არ უნდა ვთქვა, არასწორი იქნება. ისკანდერმა თავისი ქალიშვილიც მოიყვანა. გამზეც იყო. რაღაც მსგავსი მანაც თქვა. აშკარაა, რომ უბრალოდ მიგანიშნა. რადგან გლოვობთ, სიმართლე მათ სახლში უნდა გაიგო. რაც არ უნდა იყოს გამზე, შენი ახლო მეგობარია. ხომ ასეა? ამ საქმეს ასე არ დავტოვებ. ისკანდერმა დედაზე მიმანიშნა, მითხრა, რომ იცის ვინ მოკლა. ისკანდერმა თქვა, გამზემ კი დანაშაული შენგად მოგაბრალა. თქვა, რომ აიშეზე იეჭვიანე. ლეილა, არასწორ ადგილზე აკეთებ აქცენტს. ვიცით, რომ ძმა ფიქრეთს ეს არ გაუკეთებია. ქანმა მოკლა. ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. მაგრამ დედა ჩემი როგორ მონაწილეობდა, ეს არ ვიცი. აქ იმის სათქმელად მოვედი, რომ ამ ყველაფრის უკან ვინც არ უნდა იდგეს. არავითარ შემთხვევაში არ დავინდობ. ეს გაითვალისწინე. არაფერს არ იზამიავოს. დაელოდები. პირდები დავმარხავ მას, ვინც მეჰმეთი მოკლა და შენც იქ იქნები. ახლა კი არავის მოусმინო. სმენა დაიხშე, სანამ მე არ გთხოვ, ისევ მოისმინო, კარგი? კარგი. კარგი, მაგრამ ისკანდერმა დედაზე რატომ მიმითითა? ვერ მივხვდი. როგორც ისკანდერმა თქვა იევუს, დედა შენმა ყველაფერი იცის, მაგრამ არ ამგონია შენს დას ზიანი მიაყენოს. რაზე გელაპარაკათ? მოგიყვები, როცა დრო მოვა, ჩემო ყვავილო. ძმაო, ეს დრო როდის მოვა?
გინდა ჩვენს გვესროლონ თუ მანამდე? როდის? იავუს. მენდე. ფეთქებადი ხასიათი გაქვს. არაფერი მოიმოქმედო. ჩვენს მტრებს ნუ გაახარებ. ძალიან გთხოვ. საიდან მოგბრძანდით, ქალბატონო დიდემ? როგორ თუ საიდან? დამლასთან ვიყავი. განუყრელი მეგობრები გახდნენ. მასთან ვიყავი დიახ, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე ხალილ იბრაჰიმთან შემევლო. რესტორანში? არა, სახლში. დიდემ ამას რატომ აკეთებ? თუ გინდა ხალილ იბრაჰიმი შენს მიმართ გაცივდეს, მაშინ კი ბატონო. მაგრამ მე ბავშვის გამო ჩუმად ვიჩდებოდი. ზუსტად ბავშვის გამო გადავწყვიტე მენახა. მერე? როგორ ჩანს გამოგაგდეს? არა, ისევ თამაში ვნახე. არ მოყვები? ბიძია ქემელთან მივედი. ვუთხარი რომ ხალილ იბრაჰიმს მისი ქალიშვილი არ უყვარს და არც ურთიერთობა აქვთ. მათთან დალაპარაკება მოინდომა და უდრო-udროს გამოვიჭირეთ. ხალილ იბრაჰიმი და ესმა. რას გულისხმობ? გახდილი ხალილ იბრაჰიმი და ესმა, რომელიც კოცნიდა. დიდემ, ორსულად რომ ვიყო, ალბათ მუცელი მომეშლებოდა. ან ეს ყველაფერი გამოიგონე? ან ხალილ იბრაჰიმი არ გიყვარს? დიდემ, ხალილ იბრაჰიმა შეიძლება გაიგოს. მასთან ურთიერთობას ნუ გაგვიფუჭებ. ის გითხარით, რაც ვნახე. როლს რეალურად თამაშობდნენ. ბიძია ქემელმა რომ დაიჯეროს. კიდევ ორჯერ თუ მივალ, ალბათ გავიგებ, რომ ესმა ორსულადაა. არა, ნამდვილად გვეთამაშება. ხან ერთად არიან, ხან გვატყუებენ, ხან ერთმანეთს კოცნიან. ათექიედანურ ზეინებთან წავიდეთ. რა ვუთხრათ, სემა? იმას მაინც გავიგებთ, ჩვენ შორის ვინ უფრო გულუბრყვილოა. ჩვენ ნამდვილად გულუბრყვილოები ვართ. და რა მოხდება, როცა ზეინებს ვეტყვით? წამოდი ნუ წუწუნებ. ბიძია, ნარგიზმა გითხრა რომ ფიქრებს გადმოგცემს. მის სიტყვას დაუჯერებთ? ან ძმა დაკარგა და არ უნდა შვილებიც დაკარგოს, ან მართლა ასე ფიქრობს და უნდა რომ ფიქრეთზე შური იცი. ვერ ვენდობით სანამ მამაში არ დავრწმუნდებით. ფერხად, აიშე მოვიდა. ახლა მკითხავს მითაც ვინ ესროლა. იმედი არ ეტყვი, რომ შენ მათ ძმამ ესროლა. კარგი, მაგრამ აშკარა აიშეს სახელი აინტერესებს. რა ვუთხრა? დაამშვიდე და არაფერი უთხრა. შენი მეგობრის კეთილდღეობის გამოგამზე. ისედაც რთულ მდგომარეობაშია. დამიჯერე. ნედავ ქაანი სულ ოდნავ მაინც გაბდეს. ახლა უკვე ძალიან გვიანია. ვერ გავიგე? იმის თქმა მინდა, რომ ამ მომენტიდან ერთმანეთს ვეღარ დავემსგავსებით. მართალი ხარ. კარგი, წავალ აიშეს შევხვდები. აიშე საკრა უნდა. წადი მოусმინე და მისი საშუალებით გავიგებთ, ნარგიზი ორმაგ თამაშს თამაშობს თუ არა. გმადლობ. ქურქი მომეცით. მე წავიღებ. მიხარია რომ მოხვედი მეგობარო. მინდა და მეთქვა რომ შეგიძლია მოხვიდე, თუ თავს ცუდად გრძნობ, მაგრამ არ ვიცოდი იმ სახლში რა სიტუაცია იყო. დავიღალე. პრობლემები არასდროს მელება. შეგნით შევიდეთ, ვისაუბროთ. მოგეშვება. ვისაუბროთ.
გამზე, შენ და მამა შენი მოხვედით და რაღაც ისეთი თქვით, რომ მას შემდეგ სულ ამაზე ვფიქრობ. აშკარაა დამლასა და ფიქრეთ შორის ბალანსის გამო არაფრის თქმა არ შეგიძლიათ. მესმის, რომ მამა შენს ყავს როგორც მეგობრები, ასევე მტრები. საქმიანი ურთიერთობები აქვს. მსგავს საკითხზე ღია საუბარი არ შეუძლია, მაგრამ შენ ჩემი მეგობარი ხარ. რთულ დღეებში შენ გვერდით ვიყავი. ახლა კი მე მაქვს ყველაზე რთული დღეები გამზე. აიშე, რა თქმა უნდა შენ გვერდით ვარ. მაგრამ ახლა რა შემიძლია გითხრა? ეს ვინ გააკეთა? ვინმე თქვენი ოჯახიდან თუ ვინმე იქიდან, რომელსაც ოჯახს ვეძახი. ჩემი შვილების მამამ ფიქრეთმა. აიშე? კეთილი იყო შენი მოსვლა. კან, რაღაც პირადულზე ვსაუბრობთ. შეგიძლია წახვიდე? რომელ პირადულზე გამზე? გოგონას ხმარი მოუკლეს, პირადი რა უნდა იყოს? ვიზიარებ აიშე. მინდოდა დაკრძალვაზე მოსულიყავი, მაგრამ ხომ იცი? გამზე საუკეთესო მეგობარი ხარ, ერთადერთი მეგობარი. ჩვენი ოჯახის წევრად ითვლები. გული მწყდება, რომ ხმარი დაკარგე. მართლა გული გწყდება კან? მომისმინე. უბრალო ადამიანი ვარ. ყველასთან ურთიერთობა არ შემიძლია, მაგრამ გულახდილობა მიყვარს. მაგალითად მძულს ჰალილ იბრაჰიმი, მძულს ფიქრეთი. მაგრამ მე ან ჩემს ოჯახს მერთადთან პრობლემა არ გქონია. მართალი გითხრა, ეს მეც არ მესმის. ძალიან ბევრი ადამიანი შევხვედრი ვარ, მაგრამ არც ერთი ადამიანი არ უყვარდათ ისე, როგორც მითათი. ფიქრეთს მტრები ყავს, მეგობრები, ასევე თქვენც. მაგრამ მითათი ყველას უყვარდა. მართალი გითხრა, ქორწილის წვეულებაზე მეც ამაზე ვფიქრობდი. მხოლოდ მითაც შეუძლია შეკრიბოს ერთად ამდენი მტერი. აიშე, ნარგიზ ლეტორას ამბობს. ჩვენზე მიუთითა როგორც სამიზნეზე, თქვა რომ ჩვენი გაკეთებულია, არ დამემალო. უცნაურია, მაგრამ თქვენზე არაფერი უთქვამს. ეჭვი ფიქრეთზე აქვს. მაგრამ ხმამ ახლა ვერ ამბობს. აშკარაა თავისი შვილების გამო ეშინია. მის სახელს როგორ ახსენებს? მადლობა ღმერთს, როგორც იქნა ჭკვიანი ადამიანი გამოჩნდა. აიშე, როგორც ახლა თქვი, მეთაც მტერი არ ყოლია. ერთი ადამიანის გარდა. ამას მტრობა კი არა, უფრო ეჭვიანობას დავარქმევდი. ჯერ უფლება მოგცა ცოლად გაყოლოდი. შემდეგ კი ყველაზე ბედნიერ დღეს ყველაფერი დაასრულა. ახლა ისე იქცევა, თითქოს ძალიან განიცდის. ფიქრეთი ამას არ იზამდა. წუხარ. ამის დაჯერება არ მინდა. ჩემი შვილების მამა ასე არ მოიქცეოდა. რა გითხრა აიშე? სიმართლეს შენი თვალით შეხედა. კარგად დააკვირდი. ვინ მწუხარია და ვისთვის ცხოვრება გრძელდება? როგორც ხედავ, ჩვენს ოჯახში არ არის საზეიმო განწყობა მეთათის სიკვდილის გამო. კარგი. მარტო დაგტოვებთ, კიდევ ერთხელ ვიზიარებ. ღმერთმა გამძლეობა მოგცეს. საყვარელო. ბიძია, ნარგიზმა დაიჯერა და აიშეც დაარწმუნა. რა თქვა? ნარგიზ ეშინია მის შვილებს არაფერი დაუშავდეთ და ამიტომ არ შეუძლია ფიქრეთ ხელი დაადოს, მაგრამ მასზე მიუთითებს. ახლა შეგვიძლია ნარგიზს ვენდოთ. ფაქტია, რომ ფიქრეთის გადაყლაპვის შესაძლებლობას ეძებს, მაგრამ ნარგიზმა რაც არ უნდა თქვას, ვინმე მიუჩინე, თვალი არ მოაშორონ. ნახოთ ფიქრეთი მიდის თუ არა და თუ მიდის ვისთან ერთად. ამის მიხედვით ვიმოქმედებთ.
მამა ჩემი ნარგის არასდროს დაუჯერებს. წინასწარ ვინმეს გამოგზავნის. Babanın kimi önceden gönderdiği ნიშნულობა არ აქვს ვინმეს გამოგზავნის თუ არა, ამას ჩვენ მივხედავთ. თავარია მამა შენი ან ქაანი ამ საქმის დასასრულებლად თვითონ თუ მოვა ეს მითხარი. yani normalde როგორც წესი, ქაანს არ გამოგზავნიდა, მაგრამ თუ დარწმუნებული იქნება, რომ მახი არ არის, ქაანი თავს ვერ შეიკავებს და თვითონ მოვა. dayanamaz kendi gelir Kaan. Ferhat, ფერჰად, şimdi მომისმინე. eğer ki თუ ამ ადგილზე ფიქრეთთან ერთად ზეინებიც იქნება, როგორ ფიქრობ? ქაანიც მოვა? Kaan kesin gelir mi? მოვა. დარწმუნებული ვარ მოვა. Tamam kardeşim. კარგი, დაგირეკავთ. აიჰან, აიღე ტელეფონი მეგობარო. შენი საქმე შეასრულე. შეიძლება წასვლამდე რაღაც ვთქვა. გისმენ შვილო, ჩემო ძმისშვილო აიჰან, გითხარი? ძმაო, ერთი ძალიან კარგი ლოკაციაა. ცოტა მომხმარებელი ხავთ. შესასვლელი და გასასვლელი სროლისთვის იდეალურია. მფლობელი ჩემი მეგობარია. რას ამბობ? ძმაო, სადრის ადგილს უგულისხმობ, ხომ იცი? olur bak. შეიძლება კარგი აზრია. Uygun ეს ადგილი გამოდგება. წადი, ყველაფერი გაარკვიე და თუ თანახმა იქნება, შეგვეტყობინე. O zaman ben bir გამომართვი, მაშინ მე წავალ. წადი, წადი. წადი. Yahya იაჰია ზეინებზე რა სისულელეს ამბობ. ფიქრეთ, mekan ne? სადაც არ უნდა შეხვდეთ, ეგ ხალხი თავის კაცს დასვამს. ნაადრევად. önceden müşteri ისე ვითომ კლიენტია. ეს კაცი შეატყობინებს, რომ იქ მარტო ხარ. 3-5 სამ ან 5 კილერს გამოგზავნიან და მოგვიწევს ცეცხლი გავხსნათ. Nergis. მიხვდებიან, რომ ნარგიზმა მოატყუა, ხომ ასეა, ჰალილ იბრაჰიმ? Maalesef. სამწუხაროდ ასეა. Olur mu öyle? ასეთი რამ როგორ შეიძლება? Kızı bir იზღა გვაკლდა ასეთ საქმეზე გოგოები წაგვეყვანა. იაჰიას იმის თქმა უნდა, რომ ზეინები შიგნით უნდა იყოს. ქაანის ხალხი დაინახავს, რომ ზეინებთან ერთად ზიხარ და შეატყობინებენ. როცა მოვლენ ზეინები, უკანა გასასვლელიდან გაიქცევა. ასე არ არის იაჰია? ასეა, გარდა ამისა, მე ჰალილ იბრაჰიმი და ოღუზი სამზარეულოში ვიქნებით. ბიჭები ზეინებს ამოიყვანენ და სათადარიგო გასასვლელიდან ჩვენთან მოიყვანენ. ოღუზ, ზეინები იქედან მანამდე უნდა წავიდეს, სანამ ქაანი მოვა. ფერჰადს უთხარი შეგვატყობინეს, რომ ქაანი გამოვიდა. ეს საკმარისი იქნება. Tamam olur o zaman. კარგი, შევთანხმდით. Peki პრობლემა ხომ არ შეგვექმნება იმის გამო, რომ სახლიდან ზეინებთან ერთად გამოხვალ. დამლას თვალთვალის გამო გეკითხება. პრობლემა არ იქნება. tam aksine. პირიქით. Geçen de წინა ჯერზე როცა ერთად გავედით, თქვი რომ დაძმა გასართობად მივდივართ. Bu sefer tam dağıtma. ამჯერად მართლა გასართობად მიდიხართ. კონკრეტულად რა არ მოგეწონა ჰალილ იბრაჰიმ? გეგმას რამე აკლია? bir eksiklik არაფერი აკლია. ზედმეტი აქვს. რა? რას გულისხმობ? bu kadar çok insan იმ გეგმის წარმატების ალბათობა, რომელზეც ამდენმა ადამიანმა იცის, ძალიან მცირეა. რას გულისხმობ, ძმაო? herkes ყველამ ენასკბილი უნდა დააჭიროს. bu Kaan სანამ ქაანი ჩვენ სახლში არ აღმოჩნდება, თორემ ზეინების ჩათვლით, ყველას იქვე დაგხოცავენ და წამოვლენ. ამის თქმა საჭირო არ არის ჰალილ იბრაჰიმ. არავინ მყავს, ვისაც გავუზიარებთ. ეს თქვენ გყავთ ბევრი ცოლი, ასე არ არის იაჰია? Evet abi. დიახ, ძმაო. ჩვენ მეგობრები არ გყავს, მხოლოდ ის, ვინც აქ ვართ. Bir dostumuz yok. გეგმა ჩვენს გამო არ ჩაშლილა. Patlamaz. tamam da კარგი, კარგი, მაგრამ yalnız ერთ რამეს გეტყვით. bu Yavuz იაბუს ბიძამისი სიკვდილისთვის შურისძიება უნდა. სიტყვა მივეცი, რომ მის გვერდით ვიქნები, როცა ქაანს დამარხავს. ben vurma kısmını სროლა ჩემი საქმეა. gömme kısmını ararsın. შენ კი იაბუს დაურეკე და დამარხვის საკითხს მიხედეთ. ელიფ, სემას და ედანურს უმიზეზოდ ხომ არ ვემალები? ჩემთვის დები ვით არიან. თვალებში როგორ ვუყურო და მოვატყუო? ქვევიცხედან. არ უკითხავთ მოსულიყვნენ თუ არა? შენ რას ფიქრობ არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით სიმართლეს თუ ეტყვი, თავს ვერ შეიკავებენ და ყველაფერს დიდემს ეტყვიან. ვერ ხვდები რატომ მოხვედით? თქვენი მეგობარი ჰალილ იბრაჰიმის მდგომარეობა აშკარაა. ეს მასთან ერთად არის, ყველგან ერთად არიან. მაგრამ ზეინებთანაც მეგობრობთ. ჰალილ იბრაჰიმს არ ვამართლებთ. იმ დღეს თქვენ არ იყავით, როცა ნედიმემ ჰალილ იბრაჰიმს გაარდღა.
Ho, მართლა ედანურ. იქ იყავი, როცა ესმას ხელის თხოვა. არ ვიცოდი დასანიშნად თუ მივდიოდით. ყვავილები და შოკოლადი, დერვიშს აუღეთ. რატომ ვერ მიხვდი? ყვავილები და შოკოლადი ბოლო მომენტში დავინახე. ზეინებთან მოვედით, რომ თავი ვიმართლოთ. ვალდებულები ვართ, ჯერ თქვენ წინაშე ვიმართლოთ თავი. მოდის და ვნახოთ, რას ეტყვით. გამარჯობა. გოგოებო, რამეს დალებთ? არა, არ გვინდა. დედა მარტო ხომ არ დავტოვოთ? არა, შვილო, არავითარ შემთხვევაში. ეს ყველას გვეხება. ყველაფერი ყველას წინაშე თქვან. არა, ნედიმე. არ დარჩენილა სირცხვილი, რომელიც არ გვინახავს, ან არ მოგვისმენია. საინტერესოა, რას გვეტყვით? გთხოვთ, როგორც ხედავთ, ყველა საინტერესებს რას იტყვით. გისმენთ? ასე არა, ზეინებ. ხო, ასე ზემა. აი, ხალილ იბრაჰიმას ადამდე მიგვეყვანა. ესმაზე მხოლოდ იმიტომ დაქორწინდა, რომ ჩემზე ჯავრი ეყარა. ესმა ჭკვიანი მეგონა. არა, საყვარელო, მისი პრობლემა აშკარაა. შენს ძმაზე გაბრაზდა იმის გამო, რომ დამლას არ შორდება და ხალილ იბრაჰიმს თანხმობა ამიტომ უთხრა. ჩვენც ასე გვეგონა. იმის თქმა მინდა, რომ ეს ურთიერთობა ნამდვილი არ გვეგონა. დიდემი რამდენიმე დღეა twins გვიჭედავს. ამბობს, რომ გვატყუებენ. სანამ ხალილ იბრაჰიმს და ესმას არ შეუსრო. შეუსრო? რას გულისხმობთ? დაინახა, რაც ხდება. უხერხულ მდგომარეობაში ნახა. სად ნახა? როგორ ნახა? დიდემს ვინ დაუჯერებს? ზეინებ სამწუხაროდ სიმართლეა. დიდემი სამძიმრიდან წამოსული ქემალთან მივიდა. უნდა დაეთქვა, რომ ყველაფერი ტყუილია. ქემალმა კი მათთან სასაუბროდ დიდემი ოთახში აიყვანა და ამ დროს დაინახა. შეუსრო. ღმერთმა დასაჯოს. უსირცხვილოები. ასეთ მდგომარეობაში ნახა? რა მნიშვნელობა აქვს, ცოლ-ქმარი არიან. დედა მოიცა, ედა აგვიხსენი, როგორ დაინახა. ელიფ, ესმა და ხალილ იბრაჰიმი ერთმანეთს კოცნიდნენ. სხვა როგორ აგიხსნა? ხალილ იბრაჰიმი შიშველი იყო, ერთმანეთს კოცნიდნენ, ეხვეოდნენ. რა ვქნა? ამის მოსმენა აღარ შემიძლია. გამარჯობა, ძვირფასო. არანაირი ძვირფასო. ერთ კითხვას დაგისვამ. შენ და ხალილ იბრაჰიმ ერთმანეთს აკოცეთ? ყველაფერი ასე არ ყოფილა. კი თუ არა? ხალილ იბრაჰიმა და შენ ერთმანეთს აკოცეთ? დიახ, ვაკოცეთ, მაგრამ მომისმინე. ზეინებ, სიმართლეა. რა არის სიმართლე? მითხრა, რომ ერთმანეთს აკოცეს.
ამჯერად რისთვის მოვიდნენ? რა უნდათ? რა უნდა უნდოდეთ? ჩემი ქალიშვილის დასაგეზებლად. დიდემის წინააღმდეგ? ახლა რაღა მოხდა? დამლა. დიდემმა რაღაც უთხრა და სიმართლეს ახლავე გაიგებ. რა მნიშვნელობა აქვს მართალია თუ ტყუილი საქინე? რა მოხდა ნედიმე? ჭრაობაც არ შეგვიძლია? ამას აქში სხვანაირად როგორ შევცოდოთ? კარგი დეიდა მითხარი რა თქოს. ხალილ იბრაჰიმი და ესმა საძოლში ერთად ნახეს. ერთი წუთით დიდემს ვკითხავ და ყველაფერს გავიგებ. მოიცადე, არ წახვიდე. აქედან ელაპარაკე, რამე არ გამოგრჩეს. ღმერთო საქინე, რა? ერთი კაფეა, სადრის კაფე. საღამოს ფიქრეთი და ზეინები იქ-წავლენ. დარწმუნებული ხარ, ნარგის? და-ძმა გუშინაც იქ იყო. დამლასგან გავიგე. დაცვა? შოთაც კი არ მიყავთ. კარგი. Peki, dediğin თუ ისია როგორც ამბობ, მაშინ იცოდე რომ kardeşim. შენი ძმის გამო უკვე შური იძიე ნარგის. შურს ვიძიებ. ჩემი ძმის გამო შურს ვიძიებ. Sadri'nin yerine gönder. სადრის კაფეში შენი კაცი გაგზავნე, მაგრამ უთხარი ყურადღება არ მიიქციოს. ფიქრეთი და ზეინები საღამოს იქ მივლენ. უთხარი ყველაფერი კარგად შეისწავლოს, კარგი? თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, შემოტყობინეთ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მეწავალ ბიძია. და გოგონას თვალწინ მის ძმას მოკლავ? ბიძია, შენ მითხარი და გოგოსაც მოვიშორებთ. Neye şahit რაც უნდა ისნახოს ეს ჩემი უფლებაა. Tamam. კარგი. მა გოგოს მაინც ვერ ივიწყებ. Ben niye gelmiyorum akşam? საღამოს მე რატომ არ მოვდივარ? Düşeceğim ya. მე ხომ ახე უნდა დამიგონ, კართან თუ დაგინახავენ, იფიქრებენ, რომ უსაფრთხოების ზომები მივიღე. თქვენთან ერთად დავჯდები ან სამზარეულოში დაგელოდებით, ჰალილ იბრაჰიმთან ერთად. არ მოდიხარ შოთა და მორჩა. კარგი მაშინ, İyi tamam ben. ჯავშან ჟილეთს მოგიტანთ ყოველი შემთხვევისთვის. გმადლობ შოთა, არ ჩავიცვამ. ფიქრეთ ბეი, ბედნიერებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ, უსაფრთხოებას ზედმეტი არასდროსაა. ისედაც ჩემი დამი მყავს. შენი აზრით ჟილეთ ჩავიცვამ? ზეინებ ჰანიმი გასვლას აპირებს? შოთა, ყავა, წადი. Getirsin. ელიფს ვეტყვი და მოგიტანთ. წადი უთხარი და აქ აღარ მოხვიდე. İyi. კარგი, Nasıl? როგორც მიბრძანებთ. ღმერთო ჩემო. მანქანის ხმა გავიგონე. ყავა მოგიტანე. Ben de elinde მეგონა ყავით ხელში მელოდებოდი. ვიფიქრე, taze მეგონა hırsız. გარდაცვლილის სახლში დარჩებოდი. მეც ესე ვიფიქრე. მაგრამ ბიძია სიკვდილს შენ სახელს უკავშირებენ. არ მესიამოვნა და გადავწყვი და შენთვის მეკითხა. თუმცა მამა ჩემი სიკვდილზეც გეკითხებოდი, მაგრამ შენ უარყოფდი. დამლა, მეთათი მიყვარდა. გეყოფა ფიქრეთ. მე მასწავლი? რა სიყვარული? მეთათი მამა შენისგან განსხვავდებოდა. ჩემს მოსაკლავად ხალხი არ დაიქირავა. მეთათი რატომ უნდა მომეკლა? Beni öldürmeleri Ratom, için Mithari. hareket etmedi. Niye öldüreyim Mithat'ı? რა ინტერესი მქონდა? არ ვიცი. იქნებ მისი და აიშეს ქორწინების მიღება შენთვის რთული იყო. Damla git. რთული არ ყოფილა დამლა. მიზეზი გითხრა? ჩემთვის თუ რამე დამთავრდა, მაშინ სამუდამოდ. Çocuklarım თუმცა ეს ჩემი შვილების დედა იყოს. არ გეკითხები აიშე გიყვარს თუ არა ფიქრეთ. მაინტერესებს ამან სიამაყე შეგილახა თუ არა. ღმერთო ჩემო. კარგი. რადგან ამბობ რომ არ გაგიკეთებია, ესე იგი ასეა. მიუხედავად ამისა, ოდესმე სიმართლე მაინც გაირკვევა.
მერე დამლა? მერე. იმის თქმა მინდა ფიქრეთ, რომ ადამიანები ფარულად მოქმედებენ. შემდეგ მათი საქმეები მაინც ააშკარავზე გამოდის. ახლა რაზე ვსაუბრობთ? კარგი გეტყვი. დღეს დიდემმა ესმას და ხალილ იბრაჰიმს ერთად შეუსწრო. ეს რას ნიშნავს? დიდემ სამურთიერთობის არასდროს ჯეროდა, მაგრამ დღეს საბოლოოდ დარწმუნდა ფიქრეთ. დიდემზე არაფრის კითხვას არ ვაპირებ დამლა. მოყევი. Anlat neymiş? მოგიყვები. Ayşe. აიშე, შემომხედე. ვიპოვით და ყველაფრისთვის პასუხს მოვთხოვთ. პირდები. ასე არ არის, კაპიტანო? ვის უნდა და ასეთი კარგი ადამიანის მოკლა, როგორიც მითათი იყო. ცუდი განზრახვით არ მithქვამს, მაგრამ ვიცით, დამლას ქორწილში რაც მოხდა და ეს ვინც გააკეთა. რაც არ უნდა იყოს ფიქრეთ ძალიან უყვარდა აიშე. გამზეს იმის თქმა უნდა, რომ იქნებ ეჭვიანობას ვერ გაუძლო. მიგვანიშნე, რომ ეს ფიქრეთმა გააკეთა, რადგან აიშეს გათხოვებას ვერ შეეგუა. ფიქრეთს მართლა ასე ძალიან უყვარდი აიშე? ეს ვინ გააკეთა? ვინმე თქვენი ოჯახიდან თუ ვინმე იქიდან, რომელსაც ოჯახს ვეძახი? ჩემი შვილების მამამ ფიქრეთმა? Mithat'ın düşmanı. მითაც მტერი არ ყოლია ერთი ადამიანის გარდა. ამას მტრობას კი არა, უფრო ეჭვიანობას დავარქმევდი. ჯერ უფლება მოგცა ცოლად გახოლოდი, შემდეგ კი ყველაზე ბედნიერ დღეს ყველაფერი დაასრულა. ახლა ისე იქცევა, თითქოს ძალიან განიცდის. Duyduklarım. რაც გავიგე სიმართლეა, ზეინებ? ვინ გითხრა? რა მნიშვნელობა აქვს ვინ მითხრა? ხალილ იბრაჰიმი. ღმერთო ჩემო. სამწუხაროდ სიმართლეა. რას ნიშნავს სიმართლეა? ისი არ არის როგორც გითხრეს, მაგრამ სიმართლეა ძმაო. ახლა გავგიშდები. ღმერთო შენ მიშველე. ზეინებ ჩემი მოსმენა არ მოინდომე, მაგრამ ყველაფერი უნდა აგეხსნა. ძალიან მწუხარ. იძულებული ვიყავი. დიდემმა მამა ჩემი დაარწმუნა. ხალილ იბრაჰიმისთვის რომ არ მეკოცნა, ყველაფერი გამოაშკარავდებოდა. მოგწონს რაც გააკეთე ზეინეფანი. იმედი მაქვს ხვალ შვილების გაჩენაც არ მოუწევთ. ძმაო, ასე ნუ მელაპარაკები. ძმას ნუ მეძახი. საღამოს სიკვდილთან შესახვედრად მივდივარ, შენც ჩემთან ერთად მოდიხარ. ვერ გავიგე? Bak Zeynep. ზეინებ, თუ არ მოვკვდებით, ასე გაგრძელებას აღარ ვაპირებ. დამლას დაველაპარაკების შემდეგ კი ქემალთან წავალ. ან თანხმობას მეტყვის, ან ტვინს გავასხმევინებ და ამით ყველაფერი დამთავრდება. Batırım artık. იქნებ ჯერ ის მითხრა, სად მივდივართ? Cehennem. ჯოჯოხეთში. Oraya gelmiş. შენს ყოფილ ქმარს დაველოდებით და მოვკლავთ. Onu geberteceğiz. ყოფილ ქმარს? რა თქმა უნდა, ახლა ორივეს მოკლა მინდა, მაგრამ ახლა ქანს ვგულისხმობ. კარგი ძმაო, სადაც მეტყვი იქ მოვალ. როგორც მივხვდი, ხალილ იბრაჰიმიც იქ იქნება. დეტალებს მისგან გავიგებ. Öğren. Bütün detayları öğren. გაიგე. ყველა დეტალი გაიგე, მაგრამ მე არ მინდა რამე ვიცოდე.